მოგესალმებით. ტელეკომპანია რიონის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას. დღის ამბებს ამ დროისთვის ჯული თოხაძე გაგაცნობ. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად 1970 წელს დაბადებული მამაკაცი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცავებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 27 აბი ნარკოტიკული საშუალება მოიხეს. ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ, რომლის პირადი ჩხრეკისას 27 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოვიღეთ, რაც ექსპერტიზის დასკვნით მეტადონ შეიცავს. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. რიგარის შესხდომის ჩატარების მოთხოვნით ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტს მიმართავს. ამის შესახებ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ირმა ნადირაშვილმა ისაუბრა და თქვა, რომ განცხადება უკვე მზად არის და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ორშაბათს შეიტანენ. ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, რომ რიგარის შესხდომას მთავრობა სრული შემადგენლობით დაესწროს. მართველი გუნდი კი პოზიციას არ ცვლის და ისევ მიიჩნევს, რომ ოპოზიციის რიგარის შესხდომის მოწვევა შოუს დადგმისთვის სჭირდება. აუცილებლად ვთვლით, რომ მთავრობა მოვიდეს რიგარის შესხდომაზე, სწორედ სხდომაზე მათ ავუხსნით, რატომ უნდა დატოვონ მათ თანამდებობები და რატომ უნდა გადადგნენ, როგორ შეიყვანეს ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში და ასევე ავუხსნით ჩვენს 36 პუნქტიან გეგმას იმ გაწერილ საფეხურებს, რომელსაც შეუძლია, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ შეწყვიტოს ის უკუსლა ეკონომიკური და წინ გადაიდგას ნაბიჯები. სწორედ ამ სხდომაზე ჩვენ პირდაპირ მთავრობას მოუწოდებთ გადადგომისკენ და მოვუწოდებთ, რომ მათ სანამ ისინი ამ თანამდებობებს იკავებენ, გარკვეული ნაბიჯები გადადგან და მოისმინონ ის გეგმა, რომელიც აქვს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ქვეყანაში არის ძალიან მძიმე ეკონომიკური ვითარება და ეს საპარლამენტო სხდომა, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ პრეზიდენტისაგან, კიდევ არის საშუალება, კიდევ ერთხელ არის საშუალება იმისა, რომ პირველ რიგში ნაციონალურ მოძრაობამ, საზოგადოებას და მათ შორის მთავრობას გააცნოს ის კონკრეტული გეგმა, კონკრეტული ჩამოყალიბებული ნაბიჯები იმისათვის, რომ ქვეყანაში დაძლეული იქნას ეს კრიზისი და ქვეყანამ გააგრძელოს ეკონომიკური ზრდა და მეორეს მხრივ კიდევ ერთხელ დაანახოს მთავრობას და საზოგადოებას, რომ ამ ხელისუფლებას არავითარი უნარი არ გააჩნია, არავითარი კომპეტენცია არ გააჩნია და არავითარი სურვილი არ გააჩნია ქვეყანის ამ ძალიან სერიოზული, ძალიან მძიმე ვითარებიდან ამოყვანის. სხვა საქმე არ გაქვს და მხოლოდ პიარისთვის და დემაგოგიისთვის იბრძვი, რასაც წლების განმავლობაში ეს პოლიტიკური ძალა აკეთებდა, არ გამიკვირდება, რომ ყოველი კვირის დასაწყისში, ყოველი კვირის ბოლოს ნაცმოძრაობამ რიგარის შესხდომის მოთხოვნაზე გააკეთოს განცხადებები. ეს ალბათ ქრონიკული დაავადება იქნება. არის მთავრობის გეგმა და მუშაობა მიმდინარეობს. ყველა თემაზე რიგარის სესიის მოწვევა, კომისიების შექმნა, კომიტეტების შექმნა არის გარკვეულ ხერხულ მდგომარეობას ქმნის და ზედმეტ დაძაბულობას ქართულ საზოგადოებაში. არსებობს მთავრობა, ეფექტურად შეუძლია ემოქმედოს და დაველოდებით რა გეგმას წარმოადგენს, ყველა დაინტერესებულია მის განხილვაში. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში კოალიციის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. პოლიტსაბჭოს წევრებმა საორგანიზაციო საკითხებზე და მიმდინარე პროცესებზე იბრძოლეს. საუბარი შეეხო პარლამენტში განსახილველ კანონ პროექტებს. ვინ დაიკავებს თავისუფალი დემოკრატების ადგილებს პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეობის პოსტზე, ეს ჯერ ცნობილი არ არის. ამჟამად პარლამენტში 4 კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაა ვაკანტური. კერძოდ დიასპორისა და კავკასიის საკითხთან, ევროპასთან ინტეგრაციის, გარემოს დაცვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი. შესახებ მე ადრეს მოგახსენეთ და ვიტყვი, რომ დადებითი და პოზიტიური განწყობა მთლიანად პოლიტსაბჭოსი, არანაირი უთანხმოება და არანაირი დაპირისპირება ქალბატონ ელისოს და ბატონ ირაკლის შორის არ არსებობს ბუნებაში და არ შეიძლება იყოს. ეს თემა ძირითადად ეფუძნება იმ საკითხს, რომ 1-2 პიროვნება პარტიის წევრი გარკვეული ზედმეტი აქტიურობით გამოირჩევა ტყიბულის რაიონში. შევთანხმდით იმაზე, რომ არსებობს პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტში და ყველას ვთხოვთ ადგილებზე, რეგიონებში იყვნენ კოორდინაციაში და თავი შეიკავონ პარალელური პარტიული აქტივობისაგან. ქალბატონ ელისოსაც ეკნება ეს ინფორმაცია, დღეს კიდევ ფრაქცია შეხვდება. ახალ ფორმატში.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გაუქმების ინიციატივით პარტია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე მთავრობას კიდევ ერთხელ მიმართავს. ის მიიჩნევს, რომ წყალმომარაგების სტრუქტურის დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს, როგორც ულაიამ ბრიფინგზე აღნიშნა. გაბერილია წყალმომარაგების კომპანიის კადრები მან იმერეთის გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს აღნიშნული საკითხით სასწრაფოდ დაინტერესებისკენ მოუწოდა. გოგი წულაია ხელისუფლებას ეგრეთ წოდებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკასაც ეხმაურება. ნაციონალური მოძრაობა მადგა და თავის ზონდერ კომანდისათვის რო შეექმნა სამუშაო ადგილების შექმნა ეს გაერთიანებული წყალმომარაგების ორგანიზაცია, სადაც მხოლოდ დიდი ქალაქი, მხოლოდ ქუთაისია, იქ არ შედის თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ასე შემდეგ. შედის ხაშური, ქუთაისი, მესტია, დუშეთი და ასე შემდეგ. ძირითადი ფულის შემტანი იქ არის ქუთაისები და ქუთაისის მოსახლეობა. რაც მძიმე თვითად აწובה ქუთაისს, თუ აკეთებთ ქამრების მოჭერის პოლიტიკას, კეთილი ინებებთ და ეს ზედმეტი ორგანიზაცია, რასაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქვია, გააუქმეთ ან რაც გინდა იგის უკენით, ოღონდ ქუთაისს გადმოეცით. მართოს თავისი წყალი და იყოს პასუხისმგებელი ქალაქის მოსახლეობის წინაშე. სურაბჟანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის კურსდამთავრებულები და სერტიფიკატების საჯარო მოხელეებს რა არის სასწავლებლის მიზანი და რა საკითხებში აიმაღლეს კვალიფიკაცია საჯარო სექტორში დასაქმებულებმა ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. სურაბჟანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სერტიფიკატი კიდევ 80-მა საჯარო მოხელემ მიიღო. კურსდამთავრებულებმა გადამზადება ფინანსურ მენეჯმენტში, საჯარო ორგანიზაციებისა და ადამიანური რესურსების მართვაში გაიარეს. სერტიფიკატების გადაცემის პროცესს ქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დაესწრო. საჯარო მოხელეების გადამზადება ეს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე, რადგან ახალი კონკურსების შემდეგ უკვე საკმაოდ კვალიფიციური კადრები არის დასაქმებული თვითმმართველობაში, თუმცა მუდმივი გადამზადება ჭირდება ამ კადრებს. ჩვენ თუ გვინდა კარგ მმართველობას მივახციოთ, უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ყველა საჯაროს მოხელეს, მათ შორის ქალაქის მერსაც ჭირდება ეტაპობრივად თავისი კვალიფიკაციის ამაღლება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჟვანიას სკოლას და მე ვიტყოდი, რომ ნამდვილად სახელმწიფოებრივ საქმეს აკეთებს. ეს არის საქმე საჯარო მოხელეების გადამზადების, მათი ინტეგრაციის, ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ეთნიკურად განსხვავებული რეგიონიდან და ასევე მთიანი რეგიონებიდან მსმენელების მოზიდვა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და მე ვფიქრობ, რომ ეს საქმე არის საქმე, რომელიც თავისი მნიშვნელობით და თავისი ამოცანებით ჩვენი სახელმწიფოსათვის ერთ-ერთი განსაკუთრებულია. სასწავლებლის ფუნქციონირების მთავარ მიზანს სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ეთნიკური უმცირესობისა და მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სექტორში მომუშავე პირთა პროფესიული დონის ამაღლება წარმოადგენს. მსურველები სასწავლო კურს სპეციალურად შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით გადიან. მოხდა 80-მდე საჯარო მოხელის გადამზადება 4 მიმართულებით, ეს გახლავთ საჯარო ფინანსები და შიდა აუდიტი, ადამიანური რესურსების მართვა და საქმის წარმოება, მესამე ჯგუფი გახლავთ სახელმწიფო შესყიდვების ჯგუფი, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სწავლა და 2 კვირაში დასრულდება და მეოთხე ჯგუფი გახლავთ საჯარო ორგანიზაციების მართვის ჯგუფი. გავიარეთ ერთვიანი კურსი და ძალიან დიდი სწავლა-განათლება მივიღეთ. გამოცდილებასაც და მე მგონია ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც ჩვენზეა დამოკიდებული. სურაბჟანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ფუნქციონირება ქუთაისში 2005 წელს დაიწყო. დღეს კი სწავლა 2015 წლის პირველმა ნაკადმა დაასრულა. პროგრამას უცხოეთის სიახლეებით ვაგრძელებთ რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 2 პირი დაკავებულია. ამის შესახებ დოჟდის ცნობით რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბორტნიკოვი იტყობინება, ასევე ცნობილია ეჭვმიტანილების ვინაობა, ისინი არიან ანზორ გუბაშევი და ზაურ დადაევი. ბორტნიკოვმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი არსებობდა. ბორის ნემცოვი 27 თებერვალს საღამოს კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს. მას 4 ტყვიაც ზურგის არეში მოხვდა, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა. გამოძიება მკვლელობის რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს, მათ შორის რუსეთში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით პროვოკაციული მკვლელობის ვერსიაზე, ასევე განიხილება ექსტრემისტების მხრიდან განხორციელებული თავდასხმის ვერსიაც, ვინაიდან გავრცელებული ცნობით ოპოზიციონერს ისინი პარიზში ჟურნალ შარლი ებდოს თავდასხმის დაგმობის გამო ემუქრებოდნენ.
ბერლინში უკრაინის საკითხზე ნორმანდიული 4-ეული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები ესწრებოდნენ მხარეები დონბასში კონფლიქტის დარეგულირებისთვის ეუთოს როლსა და კონტინგენტის 1000 დამკვირვებლამდე გაზრდაზე შეთანხმდნენ. ასევე განიხილეს შეიხების ხაზიდან მძიმე ტექნიკის გაყვანის შემდეგ საბოლოო დისლოკაციის ადგილზე ეუთოს მისიის მიერ კონტროლის წარმოების საკითხი. მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური კავშირების აღდგენის, ასევე ამინისტიის მუნიციპალური არჩევნების ჩატარების და კონსტიტუციური რეფორმის გატარების აუცილებლობის შესახებ. აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულმა მებრძოლეებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 14-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის პრესამსახური Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. უკრაინელი სამხედროების განცხადებით ბოევიკები განაგრძობენ პროვოკაციულ ქმედებებს და გამუდმებით არღვევენ მინსკის შეთანხმებას. გასული დღე-ღამის განმავლობაში მსხვერპლი არ ყოფილა. 12 თებერვალს ნორმანდიული 4-ეულის მოლაპარაკებების შედეგად მინსკში მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც დონბასში ცეცხლი მალევე უნდა შეწყვეტილიყო. მას შემდეგ ვითარება შედარებით განიმუხტა, თუმცა რამდენიმე ადგილას საბრძოლო მოქმედებები პერიოდულად მიმდინარეობს. ამერიკელი ჯაშუში და დაზვერვის ყოფილი აგენტი ედვარდ სნოუდენი შვეიცარიის პოლიტიკურ თავშესაფარს თხოვს. ამის შესახებ ამჟამად მოსკოვში მცხოვრებმა უშიშროების ყოფილმა თანამშრომელმა მოსკოვსა და ჟენევას შორის გამართული ტელეხიდის დროს განაცხადა. სწორედ შვეიცარიაში მიმდინარეობს დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი, სადაც სნოუდენზე გადაღებული ოსკაროსანი ფილმი იყო წარდგენილი. ედვარდ სნოუდენმა შეერთებული შტატები ფარული მიყურადების გლობალური პროგრამის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების გამო 2013 წელს დატოვა და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით თავი რუსეთში აფარა. და პროგრამას ადგილობრივი ინფორმაციით ვაგრძელებთ, როგორია ქალის როლი საზოგადოებაში, რა ძალა და პასუხისმგებლობა აკისრიათ და მათთვის საცხში და სუსტი სქესის წარმომადგენლებს უწოდებენ. ამ საკითხების შესახებ შეხვედრა ჟურნალისტთან, მწერალთან და ლექტორთან ეკა თხილავასთან გაიმართა. დისკუსია გენდერის მედია ცენტრის ორგანიზებით მოეწყო და მას ჟურნალისტებთან ერთად საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, გამომდინარე იქედან გასაგებია, ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა პირადად ჩემთვის, მით უმეტეს რომ აუდიტორიაში ისხდნენ ჩემი ყოფილი სტუდენტებიც და არ იყვნენ მხოლოდ ქალები, იყვნენ მამაკაცებიც. ვთვლი რომ საინტერესო იყო იმდენად, რამდენად აქ ვილაპარაკეთ იმაზე, რამდენად რთულია იყო ქალი დედამიწაზე და რამდენად კარგია იყო ქალი დედამიწაზე და გარკვეული თვალსაზრისით ალბათ შევთანხმდეთ იმაზეც, რომ ქალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ პლანეტის და ის არის საწყისიცა და სასრულიც დედამიწის. ქართულ გერმანულ ცენტრში გაცვლითი პროგრამების მონაწილე ბავშვებთა შესარჩევი კონკურსი დაიწყო. გამარჯვებული ახალგაზრდები 3 თვით გერმანიის ქალაქ ზარლანდში გაემგზავრებიან, სადაც ოჯახებში იცხოვრებენ. სასწავლო კურსკი გიმნაზიაში გაივლიან. ქართულ გერმანული ცენტრი გაცვლითი პროგრამის სპეციალურ ჯგუფს გერმანიაში წელს უკვე მე-14 გზავნის. წლევანდელ წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ პროგრამას, ამ კონკურსს, რადგან ქართულ-გერმანული ცენტრი აღნიშნავს თავისი დაარსების 20 წლის თავს, ესე იგი 20 წლის ხვდებით და ვფიქრობ, რომ ამ 20 წლის განმავლობაში ქართულ-გერმანულ ცენტრს ნამდვილად აქვს სათქმელი თავისი შეჯამება და ვფიქრობთ, რომ ეს წლევანდელი წელი განსაკუთრებული იქნება ჩვენი ორგანიზაციისათვის. ეს ბავშვები გერმანიაში ცხოვრობენ ოჯახებში, სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ ყოველთვის ზარლანდში. ზარლანდი არის ერთ-ერთი მხარე გერმანიის. და სკოლებში სწავლობენ, გიმნაზიებში მხოლოდ. ხშირად ასე ხდება, რომ გერმანელი ოჯახები საქართველოში ჩამოდიან. ხშირად ასეა. თუ ჯერ არ ჩამოვიდნენ, სურვილი მაინც აქვთ და მომავალში ჩამოვლენ. მეორე სამუსიკო სკოლაში ვაჟთა ტრადიციული კონცერტი გაიმართა. უკვე მე-10 წელია, რაც სკოლის აღსაზრდელები ვაჟები გაზაფხულის დღესასწაულებს ქალბატონებს ულოცავენ. ამჯერად კონცერტზე სპეციალური მიწვევით საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია 100 ქართველი ქალის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ქალბატონები მათ შემოქმედებას კარგად იცნობენ და ცდილობენ მუსიკალურად განვითარებული ვაჟების ახალისებას. ვაჟთა საგაზაფხულო კონცერტის დასრულების შემდეგ ასოციაციის სახელით სამუსიკო სასწავლებელსა და აღსაზრდელებს სიგელები გადაეცა.
3-დან 8 მარტის შუალედში ტრადიციულად მართავთ კონცერტს, სადაც ჩვენი სამუსიკო სასწავლებლის ვაჟები ღებულობენ მონაწილეობას. ამ კონცერტებზე ჩვენ ხშირად ვიწვევთ სტუმრებს, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სტუმრები გვყავდა. დღევანდელ დღეს კი ჩვენთან სტუმრად არიან ასოციაცია 100 პროფესიონალი ქალის წარმომადგენლები, რომელთანაც ჩვენ ვამყარებთ ურთიერთობას, ვაფორმებთ მემორანდუმს და ვიგეგმებით შემდგომში არაერთი საინტერესო ღონისძიების ჩატარებისათვის. დღევანდელი დღეს ჩვენი პატარები უძღვნიან ამავდროულად თავის პედაგოგებს, დედებს, დებს. ჩვენს კიდე პროფესიონალთა ასოციაციის სახელით ყოველთვის მათ გვერდით ვართ და ყველანაირად ვცდილობთ ესე იგი სტიმულირება მივცათ ამ ბავშვებს და ყველანაირად ვცდილობთ რომ ესე იგი გოჩი დაუდგეთ სკოლას. ამიტომ ჩვენ ყოველთვის მათ გადავცემთ საჩუქრებს, სიგელებს, დღესაც კიდე გადავეცით სიგელები და ეს ბავშვებისთვის რა თქმა უნდა სასიხარულო იყო და მთელ კოლექტივს ესე იგი ულოცავთ მეორე სამუსიკო სკოლას დედის დღეს 8 მარტს და გაზაფხულის ყველა დღესასწაულს. ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ახლად დანიშნულმა მმართველმა სოსო გაბრიჯიძემ ნომერ მე-20 ტანვარჯიშის სპორტული სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა. გაბრიჯიძემ პედაგოგებს 8 მარტის აღსანიშნავად სიმბოლურად თაიგულები გადასცა. სპორტული სკოლის გამარჯვებულ მოსწავლეებს ქუთაისის მერიის სახელით საჩუქრები გადაეცათ. შემდგომ გადავეცით სიმბოლური საჩუქრები, ასე ვთქვათ, მათი შრომა შეძლებს დაგვარად დავაფასეთ. ასევე მოვიწვიეთ ქალბატონები, ჩვენ სისტემაში დასაქმებული ქალბატონები და მათაც სიმბოლურად საავადმყოფო თაიგულები გადავეცით, რომ მიგვეროცა ხვალინდელი დღე. მე ვიყავ რიგაში იგორ ხროს საერთაშორისო ტურნირზე, სადაც 7 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. მე პირადად 5 ოქროს медали ვიღე, ეს ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევა, ვაპირებ ფულობრივ გავყვანს სპორტის სახეობას, რადგან წინ დიდი შეჯიბრიმელის თბილისი 2015 და ჩემს შესაძლებლობებს გამოვალებ და ვასახლებ საქართველოს. ყოფებოდი ქალაქ რიგაში 12-15 აპრილს თებერვალს, სადაც ჩატარდა იგორ ვიხროვის ტურნირი, საერთაშორისო ტურნირი. მე დავიკავე 2 ოქროს медали და 1 ვერცხლი. ეს ჩემთვის დიდი წარმატება, ვაპირებ მომავალშიც გავყევან სპორტის სახეობას და დიდ შედეგსაც მივახციე. პროგრამაში ამინდის პროგნოზის დროა, გავიგოთ როგორი ამინდია საქართველოში მოსალოდნელი. საინფორმაციო გამოშვება დასრულებულია, მე კი გემშვიდობებით კარგად გრძანდებოდეთ.